გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ ძალიან ძველ თამაშზე Minecraft-ს. Minecraft-ის ისტორია იწყება ნოჩისგან. ის როდესაც მუშაობდა კინგში, მას აკრძალული ჰქონდა რაიმე სხვა თამაშის შექმნა. ნოჩი გადავიდა კინგიდან და შევიდა ფოტოალბომების დეველოპერობაში. მას არ უნდოდა აქ მუშაობა, მაგრამ მას უკვე შეეძლო თავისი თამაშის შექმნა. პირველად Minecraft-ში იყო მარტო ქვა და მიწა. ასევე შეიძლებოდა რომ მაპიდან გადავარდნილიყავი. მან ეს ვიდეო ატვირთა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა 2009 წლის 17 მაისს. ნოჩმა გადაწყვიტა ეს თამაში უფასოდ აეტვირთა, რის გამოც დიდი გამოხმაურება მიიღო. სწორედ მაშინ მიიღო სახელი Minecraft Classic. მოთამაშეები აშენებდნენ სახლებს და pixel art-ებს. Minecraft-ის community იზრდებოდა და ამავე წლის 13 ივნისს გამოვიდა Minecraft Alpha. და სულ რაღაც 2 თვეში თამაშის 1000 ეგზემპლარი გაიყიდა. მაშინ დაემატა Minecraft-ში სიცოცხლის მაჩვენებელი, ბევრი მობი და მთავარი პერსონაჟი სტივი. დაემატა შიმშილის ფუნქცია და დღეღამის. ამდენი განვითარების შემდეგ თამაში შემოიტანეს crafting table-ი, რითაც მატერიალები ჩვენი სასურველი ნივთი შეგეძლო დაგეკრაფტებინა. რამოდენიმე წლის მერე თამაში დაემატა redstone-ის ფუნქცია. პირველად redstone-ი მოთამაშეებში ძალიან მარტივ რაღაცების გასაკეთებლად იყენებდნენ, მაგრამ შემდეგ უკვე დიდი მუსიკებისა და დიდი კომპიუტერების შესაქმნელადაც იყენებდნენ. ნოჩმა გადაწყვიტა თავისი კომპანია დაეარსებინა და ზუსტად 2011 წელს თამაშის 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. კვირა კი აპდეიტებს აკეთებდნენ, სადაც ამატებდნენ ახალ ბლოკებს. და ასევე გამოვიდა თამაშის mobile ვერსია. თამაშის შემქმნელებმა იფიქრეს რა უნდა დაემატებინათ საფინალო, ამიტომაც მათ დაამატეს ენდი, რომელიც მოითხოვდა ender დრაკონის დამარცხებას. მას არ უნდა ბიზნესმენობა, ასევე მენტალური პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც Instagram-ზე დაპოსტა Minecraft-ის გაყიდვის შესახებ. Microsoft-მა შესთავაზა ხუმრობის გარეშე 2,5 მილიარდი. 2016 წელს 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რის გამოც ის ყველაზე პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. Minecraft-ი ისე განვითარდა, რომ მას სკოლაშიც კი იყენებდნენ, მაგალითად, ისტორიის გაკვეთილებზე ხანდახან აჩვენებდნენ როგორ იყო ძველი რომი და ასევე პირამიდები. Minecraft-ში რამოდენიმე დღის წინ დაემატა Copper Age-ის აპდეიტი. ეს ძალიან დიდი აპდეიტი არის, რადგან დაემატა აბჯარი, ხმლები და მთავარი არის ის, ვინაც შესტებს ალაგებს. ასევე არსებობს Minecraft-ის ლეგენდა, რომელსაც Herobrine ჰქვია. Herobrine არის ნოჩის ძმა, რომელიც ყველა ბიომში გეძებს. მეგობრებო, ეხლა ჩვენ გეტყვით ელვადად დაცემულ მობებზე. მაგალითად, კრიპერს თუ მეხი დაეცემა, გახდება სუპერ კრიპერი. ასევე თუ ღორს დაეცემა